გამარჯობა მეგობრებო. სხვათა შორის ეს ულამაზესი და მშვენიერესი ბაიკი იყიდება. მიდის განცხადებებით. ბევრი გამოხმაურება არ მოუყოლია სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს. ახალი ბაიკი ჩამოვდის. ნუ დაინაა, მაგრამ ყველაფერი უკეთესი აქვს მოკლედ და შესაბამისად ნუ მაგიტომაც ვიყიდე აუქციონზე ის ბაიკი რა. ერთ ჩაფხუტი შეგვიძლია დამავიწყდა. მოკლედ ამ ბაიკს არაფერი არ ჭირს. რაზეც ხელი ქონდა დასადები დაედო უკვე მაშინ როცა ჩამოვიდა საქართველოში ზეთები და რაღაცები ხარ მაგაზე აღარ დამიწყოთ. ყველაფერი აქვს იდეალურად. 2 დღე შეცვლილება გზეთი ამაში ძრავში და ცეპლენიაშიც. კოლოფში შევცვალე წინა შეცვლაზე, ამიტომ ჯერ არ უნდა. იმაზე მალე ვცვლი ამაში ზეთს. ვიდრე სტანდარტულად ვცვლიან ხოლმე რა. შვილი ვითურლი მართლა. ხადო ვიღაცები გარბენზე მეუბნებიან ხოლმე რა, ეს არის რაღაცებს, თავს იკავებენ, მაგრამ ამ დაინასწრავებს აქვთ 150.000 მილი რესურსი რა. ან პლუსით არის ეგეც რა, ზოგს 200-იც გაუვლია ხა ამერიკაში და ანუ ისე რომ ძრავის სერვისი რაღაცები ნაწილების შეცვლა არ დაჭირებია რა. თქვენ თავარია ზეთები შეცვალოთ თავის დროზე და ეს ძრავი ძალიან დიდ პატივს გცემთ მართლა რა. პლუს ამას თქვენ ეძებთ ხოლმე 10 წლის ბაიკებს. აი 10,000 მინდა გარბენი რო კონდესო და რაღაც რა. თქვენ თუ მაგას აპირებთ რომ მოტოციკლეტი მხოლოდ ზაფხულზე ატაროთ 1 თვე და დანარჩენი დრო გაჩერებული ყავდეთ, მაგას ჯობია საერთოდ არ იყიდოთ რავი ეგეთ მოტოციკლეტის პირველს რა აზრი აქვს. ალბათ ეგეც ეძებთ, იმიტომ რომ რავი გარბენი როგორ არ უნდა დაადო თუ მოტოციკლეტს იყენებთ და მით უმეტეს ესე შორგზებზე დადიხარ ჩემსავით რა. სადაღარ ვიარე ამითი რომელ კუთხეში აღარ ყოფილო, რაჭაში არ ყოფილო და სვანეთში. ამით აბსოლუტურად ყველა კუთხეში ვიყავი და ისეაც ეხა რავი როცა ბაიკი გიყვარს და ადიხარ სეინობა მოგინდება, გასვლებია ხოლმე, შეკრებებია რავი, ან ბევრი რაღაც ხდება რა. და თუ მოტოციკლეტი ყავს და სიამოვნებს მოტოციკლეტის ტარება უნდა ატარო რა. მაგრამ ამ ტარებას შენახვაც უნდა და რა ეს მოტოციკლეტი არის აი უმაგრესად შენახული და ძივნიოს რო არაკარებ ეგეთია რა. ხო და მეგობრებო მოკლედ არაფერი არ არის ეს გარბენი ამ მოტოციკლეტისთვის რაც ამას აქვს და შეიძლება მშვიდად იყოს რა. თქვენ დაყენება თუ გინდათ ამ მოტოციკლეტის და ტარება თუ არ გინდათ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის რომ მოტოციკლეტს იყიდით საერთოდ 10 წლის ბაიკს რო 10,000 გარბენით ეძებთ დიდი ალბათობით მაგას ჩამოყრილი აქვს უკვე ის გარბენები. ჩემი აზრით რავი ჯობია ისეთი მოტოციკლეტი იყიდოთ რომელიც მუშაობს და დადის რა. მით უმეტეს ესე ყოველდღიურად. ამიტომ მეგობრებო დაინაში ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ძალიან მაგარი მოტოციკლეტები. ასევე იმას გეტყვით რომ ამ ბაიკს აქვს უამრავი aftermarket დეტალი და რაღაცებზე ისე შეგვიძლია გავაკეთოთ რომ თუ არ გინდათ დავუშვათ. აი მაგალითად ფეარინგი თუ არ გინდათ ფეარინგის თანხას დაგიგლებთ. იმაზე მეც დაგიგლებთ ვიდრე დამიჯდა. და ფეარინგს მე დავიტოვებ რა. აი წინა კრაშბარი თუ არ გინდათ მაგალითად რაც მიყენია. აი დავიტოვებ და დაგიგლებთ მაგ თანხასაც არ არის პრობლემა. ხო, მოკლედ ეგეთი რაღაცებით შეგვიძლია რა. ამიტომ მეგობრებო
მე გავიარე ამ მოტოციკლებით ერთ წელიწადში. ნუ წელიწადში და რამდენიმე თვეში რა, წელიწად ნახევარიც არა. მე გავიარე დაახლოებით 9000 მილი რა. რავი, რანაირად გინდათ 10000 გარბენით ნახოთ მოტოციკლეტი და როგორ არ გეპარებათ იმაში ეჭვი რომ 10000 გარბენი რო აქვს მოტოციკლეტს ის კარგად იქნება შენახული. ის მოტოციკლეტი ყველა ვარიანტში კაი შენახული კი არ იქნება, პირიქით ეყენება და ეყენება რა. ხო და რავი, დაიშლებით მე გზაში ამ ამორტიზატორი გაგისხავთ ან რაღაცა და მერე იტყვით რომ ნეტა ეს მეყიდავთ. და მერე გვიანი იქნება. დაყენებულ მოტოციკლეტს ჯობია იყიდოთ ისეთი მოტოციკლეტი, რომელიც მუშაობს, გამართულად მუშაობს თან. ფუჩაში გამოცდილი რო არის, შორსაზე გამოცდილი რო არის და ასე შემდეგ რა. ხო და რა ვიცი, ეჭვი როგორ არ გეპარებათ ხოლმე იმაში რომ 10000 აქვს გარბენი 10 წლის მოტოციკლეტს ჩამოყრილი არ არის გარბენი რა. როგორ არ უნდა შეიტანო ეჭვი. წელიწადში და რაი ამ 3 თვეში ალბათ მაქსიმუმ რა. გავიარე ზუსტად მაგდენი. 9000 მილი. ხო. აი ხაც ლაგოდეხში ვაპირებ კი არა და უოჭველი მივდივარ. რა თქმა უნდა ამ მოტოციკლეტით. ხო და ლაგოდეხშიც თქვენითაც შეგიძლიათ უკვე რო ნახოთ ეს მოტოციკლეტი. ცოტნე გეცოდინებათ თავისი VTX-ით. რომელი წლიანი არის, არც მახსოვს, 2002 წლიანია და. ხო და მაგ მოტოციკლეტზე ვინმე როგორ უნდა თქვას, რომ ბევრი გარბენი აქვს, აი ითხარით უბრალოდ რა. მარტო ჩემსაზე არ არის, მოკლედ მოტოციკლეტს რო ყიდულობთ ლოგიკურად იმშევთ ხოლმე რამდენი გარბენი უნდა კონდეს რომელიღაცა ასაკის მოტოციკლეტს რა. თუ იმდენი აქვს რამდენიც უნდა კონდეს, ესე იგი კარგად არის ნამუშევარი და შენახულიც კარგად არის რა. წელიწადში შენ თუ ერთი კვირა გინდა მარტო რო იარო და მაგ ხელა გარბენიანს ეძებ. თუ იცოდე რომ მაგ ბაიქს ჩამოყრილი ექნება გარბენები რა. ეხლა რა ბაიკიც ჩამოდის. საერთოდ არ ვიცი გარბენი რამდენია, გათიშული ყონდა სპიდომეტრი. მაგის გამო როგორ უნდა თქვა, როცა კარგი მოტოციკლეტია, მაგის გამო უარი როგორ უნდა თქვა. რას აკეთებს ახლა ეგ გარბენი, ისეც რომ უარი გათქმევინოს რა. მანქანა ხო არ არის. ძალიან დიდი და ბევრი ნაწილი რო იყოს და ყველაფრის დაშლა წყობა რო ჭირდება, არა ეგრე რა. მოტოციკლეტი თუ გამართულია, всё, დაჯექით და იყიდეთ ეგრევე რა. ეგ არის მაგისი პრინციპი. გააჩნია მოტოციკლეტს, რა თქმა უნდა, რა. როცა საქმე დაინასეხება. ბაჰალი დევიდსონს გარბენი როცა 20-ში აქვს, თავი არ უნდა შეიკავა რა, პირიქით. ეგ არის ყველაზე გამოგარი მოტოციკლეტი. მე ის მაუცებს ხოლმე ტიპები რაღაცა 10 წელიც არა, ნუ უფრო მეტი ასაკის მოტოციკლეტები ყავთ ხოლმე და
გასაყიდად დებენ და აწენ რაღაც 8000-იო და 9000 გარბენიო და აი ჩათვალეთ ეგ მოტოციკლები დგას და არ დადის. ანუ ჟანგდება, რავი, ყველაფერი ჭამს. ტვერი ჭამს. ანუ არ ვიცი რა, როგორ გადმოგცეთ. ჩემ მოტოციკლებზე თუ არ გინდათ კაცო, ჩემ მოტოციკლებზე არ მოგსაუბარი. ანუ თუ არ გინდათ არ იყიდოთ. ზოგადად მოტოციკლებს როცა არჩევ, უნდა შეხედო რეალური თვალით რა. არ ექნება 10 წლის და 15 წლის და 20 წლის მოტოციკლებს 10000 გარბენი ვერ ექნება ფიზიკურად რა. მაშინ უნდა იდგეს და რაღაცა ჟანგმა ჭამოს ან რაღაც. ხოდა. უგარბენო მოტოციკლეთის ზედა ვართლა რა. თუ არ გასიამოვნა იმას რა მუღამი აქვს. იდგეს მაშინ და უყურე ის. თუ არ ატარებ გინა დაბალგარბენიანი იყიდე, გინა მაღალგარბენიანი რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. თუ ატარებ კიდე ჯობია ისეთი იყიდო რომელიც ზადის. ეგ მინდოდა სულ რომ მეთქვა თქვენთვის. ხოდა. არ ვიცი, გაიგებთ იმედია და სხვა თვალით დაუწყებთ ხოლმე ყურებას ამის შემდეგ მოტოციკლეტებს რა. ხო, ყველაზე მეტად ის ფაქტი გავუცებს, რომ ოცებში რომ ხალხი მანქანებს ეძებს. 20-ში კი არა, ჩემი მანქანა 150000 კილომეტრი ქონა გარბენი რო ვიყიდე. просто ეხლა ჩემი დიზელია და ერთ მაგდეს კიდე უპრობლემოდ გაივლის მინიმუმ და. ოცებში ხალხი მანქანას რო იმაშვება, მანქანას რო ეძებს. ხალხი მანქანას რო ეძებს 20-ში გარბენით, აი იმენა ის არიან რა. თვლიან რომ დაბალი გარბენი აქვს და დაბალი გარბენი არის კიდეც ახლა რა თქმა უნდა, აბა რა არის მან. ანუ აი იღე ბენზინის ძრავიანი რა მანქანა და რომელს აქვს 150000 მილი რესურსი ისე რომ ძრავში არ ჩაერიო. просто აი ეგ მითხარით. სეთის გარდა რო არაფერი ჭირდებოდეს. ეს ბაიკი კიდე უკტავი არის რა მართლა 150 კი არა 200-იც აქვს ზოგს და მაგაზე არ აქვს პრობლემა. წავედი მოკლედ მეგობრებო, ეს მინდოდა სულ რომ ეთქვა და აბა თქვენიც კარგად